ეს არის Word-ის მეორე გაკვეთილი, რომელშიც განვიხილავთ ტექსტთან მუშაობას. პირველი, რასაც დავინახოთ ჩვენ სამუშაო ხურცელზე, იქნება ციმციმა ზოლი, რომელსაც ეწოდება კურსორი. კურსორი გვიჩვენებს იმ ადგილს, თუ სად მოხდება ჩვენს მიერ აკრებილი ტექსტის შეყვანა. მოდით ავკრიბოთ შემდეგი ტექსტი. კურსორის ტექსტში გადასაადგილებად მაუსის მიმართებელი დავაწყაპოთ ტექსტის იმ ნაწილში, სადაც გვინდა, რომ მოთავსდეს კურსორი. ან კლავიატურის კლავიშებით, რომელზეც ნაჩვენებია ისრები. თუ თქვენ ტექსტი აკრიბეთ შეცდომით, მისი წაშლა შეგიძლიათ backspace კლავიშით. რომელიც წაშლის კურსორის მარცხნივ მოთავსებულ სიმბოლოებს. ხოლო კლავიში delete წაშლის კურსორის მარჯვნივ მოთავსებულ სიმბოლოებს. როდესაც ვკრიბავთ წინადადებას, სიტყვებს შორის ინტერვალების გასაკეთებლად ვაჭერთ space კლავიშს, რომელიც ყველაზე გრძელი კლავიშია კლავიატურაზე. თუ გსურთ გადასვლა შემდეგ სტრიქონზე, დააჭირეთ კლავიშ Enter-ს. ასევე Enter-ის დახმარებით შეგვიძლია ჩამოვიტანოთ ერთი სტრიქონით დაბლა. ყველაფერი, რაც იქნება მოთავსებული კურსორის მარჯვნივ. მაგალითად, დავაწყაპოთ ტექსტში და Enter-ზე დაჭერით ჩამოვიტანოთ შემდეგ სტრიქონს. იმისათვის, რომ წავშალოთ ცარიელი სტრიქონები, ვაჭერთ წაშლის კლავიშ backspace. ინგლისურიდან ქართულ დამწერლობაზე გადასასვლელად ვიყენებთ N-ის ინდიკატორს, რომელიც მოთავსებულია დავალებების ზოლში მარჯვენა მხარეს. დავაწყაპოთ Z მაუსს და გაშლილ მენიუში ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი დამწერლობა. N ინგლისურად ბეჭდვა, R რუსულად ბეჭდვა, K ქართულად ბეჭდვა. ავირჩიოთ და დავაწყაპოთ K, ანუ ქართულად ბეჭდვა და ავკრიბოთ შემდეგი ტექსტი. ეს არის ჩემი პირველი დოკუმენტი. მინდა აღვნიშნო, რომ չ-100 იწერება Shift კლავიშის დახმარებით. ვაჭერთ Shift-ს არ უშოთ და შემდეგ C-100-ს, რის შემდეგაც მოხდება չ-ს დაბეჭდვა.
Shift კლავიშის კომბინაციით სულ 7 ASO იწერება, რომლებიც ნაჩვენებია ამ ნახატზე. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. ინგლისურ და რუსულ დამწერლობაში Shift კლავიშით სარგებლობთ დარული ASO-ების დასაბეჭდად. Shift-ით და Shift-ის გარეშე. ასევე გამოიყენება ზედა რეგისტრის სიმბოლოების ასაკრებად. მეორე გაკვეთილი ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.